რიგი აქცია რუსთავიორის მხარდასაჭერად. რუსთაველის გამზირზე დღეს ტელეკომპანიის თანამშრომლები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს ნიკა გვარამიამ მიმართა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და იმ მოსამართლეების გადადგომა მოითხოვა, რომლებიც ტელეკომპანიის საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. აქცია კონცერტის ფარგლებში საკუთარი მოსაზრებები პოლიტიკოსებმაც გააჟღერეს. ხელისუფლება მედიის შევიწროებაში დაადანაშაულეს და პოლიტიკურ მოტივებზე გაამახვილეს ყურადღება. ერთ-ერთი ჩვენთაგანი ვერ ეთქვის მადლობას ქართველ მოსამართლეებს, სამარცხვინო ქვეყნის თავის მომჭრელ გაყიდულ მონებს. ვითხოვთ, რომ ეს ხალხი წავიდეს სასამართლოდან. ისინი არასრულებენ კონსტიტუციურ ფუნქციას. ისინი არიან გაყიდული მონები. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი მთელი საზოგადოების მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენი სამხედრო, რომელიც არსად არ გამკრალა, ავირიდოთ თავიდან. რუსთავი 2-ის მქონება არის დაყადაღებული, ანგარიშებიც დაყადაღებული. მათ თავისუფალი მუშაობის საშუალება არ აქვს. არ შეუძლიათ აიღოთ კრედიტები, არ შეუძლიათ დააგერავონ მქონება და ფინანსური საქმიანობა განახორციელონ. ანუ ფაქტობრივად არიან მოხრჩობილი. ის აკრძალული მეთოდები, რომელსაც იყენებს მთავრობა ამ განსხვავებულ სარედაქციო პოლიტიკასთან მიმართებაში, არ იქნას გამოყენებული, ეს არ არის სწორი. ჩვენთვის მთავარი არის, რომ განსხვავებული აზრი რამდენად მიუღებელი არ უნდა იყოს მართველი პარტიისთვის ან ნებისმიერი სხვა ჯგუფისთვის არსებობს.